პირველ რიგში ციტრუსის რთველი საკოორდინაციო შტაბით მოგეხსენებათ, რომ წელს დიდ მოსავალს ველოდებით ციტრუსის შესაბამისად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ორგანიზებულად დაბინავდეს მოსავალი, ეს არის ნომერი პირველი ამოცანა, ზუსტად ამ ნაწილში ჩვენი სამინისტროს ჩართულობა არის, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მაქსიმალურად გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შტაბს შესაბამისად გაუზიაროთ მაქსიმალურად ის გამოცდილება, რაც რთველის დაბინავებასთან დაკავშირებით გვაქვს და შესაბამისად მაქსიმალურად იყოს ორგანიზებულად დაბინავებული ციტრუსი, ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. მოგეხსენებათ, რომ წლევანდელი წელი გამორჩეული არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით. მოგეხსენებათ, რომ საკოორდინაციო შტაბმა უკვე თითქმის დაასრულა ყურძნის რთველი, რაც გამორჩეულად რეკორდული მოსავალი იყო, ფაქტობრივად 30 წლის განმავლობაში ასეთი მოსავალი ყურძნთან მიმართებით არ ქონია, რაც იგივენაირად მინდა აღვნიშნო ვაშლთან მიმართებით, ფაქტობრივად დასრულებული არის ვაშლის კრეფის პროცესიც. ამ შემთხვევაში შტაბების გამოცდილება მოსავლის ჩავარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია და ზუსტად ეს არის მიზეზი და მხარდაჭერაც ჩვენი საკოორდინაციო შტაბთან მიმართებით, რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ციტრუსთან მიმართებით არის ტრადიციული ბაზრები, რომელსაც მხარს დაუჭერთ ჩვენთვის. მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში დაბინავდეს და საექსპორტო ნაწილში იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია ექსპორტირებული. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას მეთევზე ფერმერებთან, მინდა ვთქვა, რომ აკვაკულტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი და მიმართულება, რომელიც პრიორიტეტული არის ჩვენი სამინისტროსთვის. ეს არის ამ დარგს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა და პოტენციალი არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ იქცეს საექსპორტო პოტენციალით პროდუქცია. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ფერმერებს ადგილზე შევხვდეთ, გავესაუბროთ რა მხარდაჭერა და რითი ჭირდებათ გაძლიერება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ეს მიმართულება, მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერი, რომ იქცეს მნიშვნელოვან საექსპორტო პოტენციალად. მოგეხსენებათ, რომ წყლის რესურსი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი არის, შესაბამისად ამ რესურსს ჭირდება გამოყენება და ზუსტად ამ გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის აკვაკულტურის განვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და აჭარის რეგიონს განსაკუთრებულად აქედან გამომდინარე, ზუსტად ამიტომ ის ფერმერების მოთხოვნებზე დაფუძნებული მხარდამჭერი პროგრამები იქნება განსაზღვრელი იმისა, რომ ხარ დაუჭიროთ აკვაკულტურის განვითარებას აჭარის რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ფერმერების თავდაუზო გავიშრომებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით წელს ველოდებით მოლოდინი გვაქვს 60,000 ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავლის, რაც გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მოსავლის პროცესის, ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, რეალიზაციის ხელშეწყობისთვის შტაბი დღეიდან უკვე საკოორდინაციო შტაბი დღეიდან ამოქმედდება და ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებულია, რომ შტაბის საქმიანობა იქნება წარმატებული და ეფექტური. ათასობით ოჯახი იღებს შემოსავალი სწორედ ციტრუსის მოსავლიდან და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის ხელშეწყობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბატონ დავით სონგულაშვილთან ერთად გასული სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვიმყოფებოდით გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, სადაც ადგილზე ჰქონდა შესაძლებლობა გავუცნობოდით მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიომრავალფეროვნების, წყლის ხარისხის, შავი ზღვის მონიტორინგის შესაძლებლობებს, რასაც ქმნის აღნიშნული სააგენტო, აღნიშნული ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, აჭარისთვის, განსაკუთრებით შავი ზღვის მონიტორინგის და ჰიდრომეტროლოგიური პროცესების მონიტორინგის თვალსაზრისით. ამასთანავე დღეს გვექნება შესაძლებლობა ადგილზე შევხვდეთ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის, სატყეო სააგენტოს და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ სხვა სააგენტოებს.